ჯოზეფსონი ეპშტეინს 16 წლის გოგონაზე უხდის მადლობას და შემდეგ წერს: როგორ მოუშოროთ ღარიბი ხალხი, როგორც თლიანობა. რამდენ ხანს გრძელდებოდა თქვენი სექსუალური ლტოლვა არასრულწლოვანი გოგონების მიმართ? პროტესტს ვაცხადებ, ეს არის შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული კითხვა. ხუმრობთ? ეს არის იმპერიული დეკადანსის მწვერვალი, როცა ელიტა იმდენად დაშორდა რეალობას, რომ საკუთარ თავს ზეადამიანებად მიიჩნევს, დანარჩენებს კი ნარჩენებად, რომელიც უნდა გაიწმინდოს. ისეთი აბსურდია. ისინი ცდილობენ ყურებღება გადაიტანონ იმ დიდებული საქმეებიდან, რაც დონალდ ტრამპმა გააკეთა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ დონალდ ტრამპს დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს ყველა მიცის. ეს იყო ყველაზე გამჭვირვალე პრეზიდენტობა. სანამ კაბინეტებში სახელებს შავი მარკერი ჩლიან, ქუჩებში სრულიად სხვა მართლმსაჯულება მუშაობს. ეს არის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური, რომელიც ტრამპის ხელში ნამდვილ რეპრესიულ მანქანად იქცა. გარეთ გასვლის მეშინია ისევ არ დამიჭირონ და ისევ არ მცემონ. ან არ გამადეპორტონ ჩემს ქვეყანაში. მაშინ როცა ჩემზეა დამოკიდებული ჩემი შვილი და ჩემი მშობლები. ჩიკაგოში კი აგენტმა ხუთი ერესროლა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ქალს, მარიამ მარტინესს. დაკავებისას რამდენჯერმე დავეცი და სახით მიწას დავენარცხე. აგენტები ზემოდან მაწვნენ, რის გამოც თავში, კისერსა და მაჯებში საშინელი ტკევილი ვიგრძენი. სანამ ღაზა იბომბება, დასავლეთ სანაპიროზე ისრაელი საბოლოოდ დარტყმას ამზადებს. ულტრამემარჯვენე მინისტრმა სმოტრიჩმა ღიად განაცხადა: ჩვენი მიზანია დავასამაროთ პალესტინის სახელმწიფოს იდეა. გასულ წელს სულ რაღაც 7 თვის განმავლობაში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მხოლოდ იმიტომ, რომ სამედიცინო ევაკუაციას ელოდებოდნენ. გამარჯობა. ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. როგორც წინა ეპიზოდებში, დღესაც იმპერიების ბარბაროსობასა და ჩაგრული ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ მოგიყვებით. იმაზე, რასაც მეინსტრიმ მედიაში იშვიათად ნახავთ. თუმცა იმისთვის, რათა ჩვენი ხმა მომავალშიც ისმოდეს, ერთადერთი გზა თქვენი აქტიურობა. გთხოვთ გახდით ჩვენი მხარდამჭერი ყოველთვიური დონაციით და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები. დონაციის ბმულს კომენტარების ველში ნახავთ. დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელიც ერთი შეხედვით შორეულ ამერიკულ სკანდალს გავს, მაგრამ სინამდვილეში გვიჩვენებს იმ სისტემის სიღრმისეულ პობას, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ვცხოვრობთ. საუბარია ეგრეთ წოდებულ ეპშტეინის ფაილებზე. ჯეფრი ეპშტეინი იყო ამერიკელი მილიარდერი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ბავშვებით ვაჭრობისა და სექსუალური ექსპლუატაციის გლობალურ ქსელს. მაგრამ ეპშტეინი არ იყო უბრალოდ კრიმინალი. ის იყო ხიდი პოლიტიკოსებს, სამეფო ოჯახის წევრებს, სულ ბანკირებსა და კაპიტალის მფლობელებს შორის. მისი კერძო კუნძული იყო ადგილი, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები იკრიბებოდნენ და სადაც როგორც ირკვევა, იდებოდა გარიგებები, რომლებიც ჩვენს მომავალს წყვეტდა. რამდენ ხანს გრძელდებოდა თქვენი სექსუალური ლტოლვა არასრულწლოვანი გოგონების მიმართ? პროტესტს ვაცხადებ, ეს არის შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული კითხვა. ხუმრობთ? არა, სრულიადაც არა. გულისხმობ იმას, რომ აქ მე არანაირ საიდუმლოს არ ვამჟღავნე. ასე არ არის? მოვითხოვ ეს კითხვა ოქმიდან ამოიშალოს. აი ეს არის მთავარი კითხვა. მეც დიდი სიამოვნებით გავცემდი ამ კითხვას პასუხს, ისევე როგორც ყველა თქვენს სხვა კითხვას დღეს. თუმცა იძულებული ვარ ჩემი ადვოკატის რჩევას მივყვე. მათ მითხრეს, რომ უნდა გამოვიყენო ჩემი კონსტიტუციური უფლება, მე-5, მე-6 და მე-14 შესწორებები და არ ვუპასუხო ამ კითხვას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კითხვას, რომელიც ამ სარჩელს ეხება. დღეს როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ საქმის 3 მილიონი გვერდი საიდუმლო მასალა გასაჯაროვდა, ჩვენ ხედავთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ სექსუალური გარყვნილება. ეს იყო ძალაუფლების შენარჩუნების მეთოდი და კონტროლის მექანიზმი. როცა პოლიტიკოსი დანაშაულში მონაწილეობს, ის მართვადი ხდება და სწორედ ამ მართვადი ადამიანების მეშვეობით ხდება სახელმწიფო ქონების გაფლანგვა და ომების დაგეგმვა. ავიღოთ ბრიტანეთი. დღეს იქაური პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დიდი დარტყმის ქვეშაა. მისი მრჩეველი პიტერ მანდელსონი ეპშტეინის უახლოესი მეგობარი აღმოჩნდა. ფაილებიდან ვიგებთ, რომ მანდელსონი სანამ მთავრობაში იჯდა, ეპშტეინს სახელმწიფო საიდუმლოებებს უზიარებდა. მაგალითად, რომელ სახელმწიფო ქონებას ყიდდა ბრიტანეთი, რათა ეპშტეინის ბანკირ მეგობრებს, მაგალითად JP Morgan-ს წინასწარ ქონოდა ინფორმაცია და ეხეირა. მანდელსონმა უღალატა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პარლამენტს და ჩემს პარტიას. ბატონო სპიკერო, მან არაერთხელ მოატყუა ჩემს გუნდს, როდესაც მას ეპშტეინთან ურთიერთობის შესახებ ეკითხებოდნენ. როგორც ელჩის პოსტზე დანიშნამდე, ისე მისი უფლებამოსილების პერიოდში. ვწუხვარ მისი დანიშვნის გამო. მაშინ რომ ცოდნოდა ის, რაც დღეს ვიცი, ის მთავრობასთან ახლოსაც კი ვერ გაჯაჯანდებოდა. სწორედ ამიტომ
ბატონო სპიკერო, გუშინ მინისტრთა კაბინეტის მდივანმა, ჩემი მხარდაჭერით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი მასალები გადაეგზავნა პოლიციას. მანდელსონის მეშვეობით სტარმენის მთავრობამ 240 მილიონიანი კონტრაქტი გადასცა კომპანია პალანტირს. ეს არის ამერიკული სათვალთვალო გიგანტი, რომელიც ქმნის პროგრამებს ომების მოსაგებად და მიგრანტების დევნისთვის. ალბათ ხვდებით, როგორ იკვრება წრე. ეპშტეინის მეგობარი ლობირებს ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც შემდეგ სახელმწიფოსგან მილიონებს იღებს ადამიანების სათვალთვალოდ. მაგრამ ყველაზე საზარელი ისაა, თუ რაზე საუბრობდნენ ეს ადამიანები დახურულ კარს მიღმა. გასაჯაროებული მეილებიდან ვიგებთ ჰოლივუდელი პროდიუსერის ბარი ჯოზეფსონისა და ეპშტეინის მიმოწერას. ჯოზეფსონი ეპშტეინს 16 წლის გოგონაზე უხდის მადლობას და შემდეგ წერს: ძალიან ბევრს ვფიქრობ იმ კითხვაზე, რომელიც ბილ გეიტსს დაუსვი. როგორ მოუშოროთ ღარიბი ხალხი, როგორც მთლიანობა. მე მაქვს პასუხი და მინდა დაგირეკოს ალაპარაკოთ. დაფიქრდით ამაზე. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, ქველმოქმედი ბილ გეიტსი, ეპშტეინი და ჰოლივუდის ელიტა სერიოზულად განიხილავდნენ, როგორ მოეშორებინათ ღარიბი მოსახლეობა. ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რომ ღარიბი ხალხის მოშორებაში ისინი სიღარიბის აღმოფხვრას არ გულისხმობდნენ. ეს არის ნამდვილი ნაცისტური ევგენიკა. ეპშტეინს ჰქონდა იდეა, რომ ღარიბებისთვის სამედიცინო დახმარება შეეწყვიტა, რადგან ისინი ზედმეტად მრავლდებიან. სტივენ პინკერი, ცნობილი მეცნიერი, იხსენებს, როგორ აბუჩადიგდებდა ეპშტეინი შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას. მისი ლოგიკა შემდეგი იყო: თუ ღარიბებს დავეხმარებით, ისინი უფრო მეტად გამრავლდებიან და ჩვენს რესურსებს შეჭამთ. აი ეს არის კაპიტალისტური ელიტის ნამდვილი სახე. ისინი ჩვენ ჩვეულებრივ ადამიანებს აღვიქვამენ არა როგორც პიროვნებებს, არამედ როგორც პირუტყვს, რომლის პოპულაციაც უნდა გაკონტროლდეს. ამიტომ იყო პიტერ მანდელსონი მისი საუკეთესო მეგობარი. მანდელსონი, რომელიც თვითონ მუშათა კლასს უნდა წარმოადგენდეს, სინამდვილეში იმ ადამიანთან ვახშმობდა, რომელიც ღარიბი ხალხის ამოხოცვაზე ოცნებობდა. ეს არის იმპერიული დეკადანსის მწვერვალი, როცა ელიტა იმდენად დაშორდა რეალობას, რომ საკუთარ თავს ზეადამიანებად მიიჩნევს, დანარჩენებს კი ნარჩენებად, რომელიც უნდა გაიწმინდოს. სწორედ ამიტომაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ტრამპის პროკურორის პემ ბონდის ხელმძღვანელობით ცდილობს ამ საქმის მნიშვნელოვანი დეტალების დაფარვას. პრინც ენდრიუს მსგავსად, დონალდ ტრამპიც ესწრებოდა სხვადასხვა წვეულებებს ჯეფრი ეპშტეინთან ერთად. მინდა ვიცოდე, იყვნენ თუ არა არასრულწლოვანი გოგონები იმ წვეულებაზე ან ნებისმიერ სხვა წვეულებაზე, რომელსაც ტრამპი ეპშტეინთან ერთად ესწრებოდა? ეს ისეთი აბსურდია. ისინი ცდილობენ ყურებღება გადაიტანონ იმ დიდებული საქმეებიდან, რაც დონალდ ტრამპმა გააკეთა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ დონალდ ტრამპს დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს ყველა მიცის. ეს იყო ყველაზე გამჭვირვალე პრეზიდენტობა. პასუხი მივიღე. თქვენ თქვით, რომ მტკიცებულება არ არსებობს. ფიქრობ, თქვენ ახლახან დაიფიცეთ და მოიტყუეთ. ეპშტეინის საქმეში უამრავი მტკიცებულებაა. არასოდეს დამდოთ ბრალი დანაშაულში. მე მჯერა, რომ თქვენ ახლახან ფიცის ქვეშ მოიტყუეთ და ეს ყველაფერი ვიდეოზეა დაფიქსირებული. თქვენ თქვით, რომ დანაშაულის მტკიცებულება არ არსებობს. მე კი აქ გაჩვენებთ მოწმის ჩვენებას, რომელმაც დარეკა FBI-ის საფრთხეების ოპერატიულ ცენტრში. ის დონალდ ტრამპს ლიმუზინით დაატარებდა. მან მოისმინა, რას ეუბნებოდა დონალდ ტრამპი ჯეფრის მობილურ ტელეფონზე. ის მძღოლი ისე გაბრაზდა, რომ აპირებდა ლიმუზინი გაეჩერებინა და დონალდ ტრამპი ეცემა. მან ასევე გაიცნო გოგონა, რომელიც ამბობდა, რომ დონალდ ტრამპმა და ჯეფრი ეპშტეინმა მასზე იძალადეს. მოგვიანებით მას თავი ჰქონდა აფეთქებული და შემთხვევის ადგილზე მყოფმა ოფიცრებმა თქვეს, რომ ეს ვერ იქნებოდა თვითმკვლელობა. გახსოვთ ტრამპის უნივერსიტეტის სკანდალი. ბონდმა შეწყვიტა გამოძიება ტრამპის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ტრამპმა მის ფონდში $25,000 გადარიცხა. ბონდი კონგრესში პირდაპირ უთვალთვალებს იმ დეპუტატებს, ვინც ეპშტეინის ფაილებს იკვლევს. ეს არის სახელმწიფო ტერორი, რომელიც კრიმინალური ელიტის დასაცავადაა მომართული. მათ არ აინტერესებთ მსხვერპლი ბავშვები, მათი ინტერესია, რომ სიმართლე არ გამოაშკარავდეს. დღეს ბონდი იუსტიციის დეპარტამენტში სიმართლეს ფარავს. მიუხედავად იმისა, რომ 3 მილიონი გვერდი გამოქვეყნდა, გავლენიანი ფიგურების სახელები კვლავ შავადაა გადახაზული. ბონდმა და მისმა მოადგილემ ტოდ ბლანშმა, რომელიც თავის დროზე გილეინ მაქსველს, ეპშტეინის მთავარ ოპერაციულ მენეჯერს ხვდებოდა ციხეში, ირიბად განაცხადეს, რომ ფაილები კი გაჩვენეთ, მაგრამ მაინც არავის დავშიტო. She chose to try to confront me. I think she was flustered, thrown. მან ჩემთან დაპირისპირება სცადა და დაიბნა, როცა ბოდიშის მოხდა მოუთხოვე. ასეთი ადამიანები დანაშაულს არასდროს აღიარებენ, თუმცა გადარჩენილებისთვის მიყენებული ზიანი გამოუსწორებელია. სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი მისი იძულება, რომ პასუხისმგებლობა აეღო. ის კვლავ თემის შეცვლას ცდილობდა, რაც სენატში მისი მოსმენიდანვე ვიცოდით. ეს იყო სასტიკი და უპატივცემულო საქციელი იმ
ხალხის მიმართ, რომელიც მისგან ბოდიშს ელოდა. არ მაინტერესებს რას დამიშავებს მე. მან აჩვენა თავისი სისასტიკე. დადასტურდა, რომ მისი ერთადერთი აუდიტორია დონალდ ტრამპია და არა ხალხი, რომლის გენერალური პროკურორიც ის უნდა იყოს. ახლა კი გადავიდეთ ადამიანზე, რომელმაც ეპშტეინის ფაილების გასაჯაროება თავისი კამპანიის მთავარ დაპირებად აქცია. დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ ის ამხილებდა ვაშინგტონის ჭაობს, ელიტარულ პედოფილებსა და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. გასულ ზაფხულს, როდესაც ეპშტეინის ფაილების საქმე დაიძრა, ტრამპი უცოდველი სახით ამბობდა მხარს უჭერ მათ გამომზეურებას, მთელი ეს ამბავი დემოკრატების მონაჩმახი ტყუილი არის. მხარს უჭერ, რომ ყველაფერი ღია იყოს, საერთოდ არ მაინტერესებს. ამ ფაილებში შეიძლება ბევრი ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს, ვინც ამას არ იმსახურებს, რადგან ეპშტეინი პალმ-ბიჩზე ყველას იცნობდა. მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ პემ ბონდის და ყველას უთხარი. მიეცით მათ ყველაფერი, რისი მიცემაც შეგიძლიათ. ეს დემოკრატების მონაჩმახია და უბრალოდ ფარსია. მთელი ეს ეპშტეინის ამბავი დემოკრატების მოგონილი ტყუილია. ბევრი ადამიანისთვის ტრამპი სწორედ ამ იმიჯთან ასოცირდება, კაცი, რომელიც ებრძვის გლობალისტურ ელიტას, მაგრამ მოდით ფაქტებს შევხედოთ. ფაილებიდან ირკვევა, რომ ტრამპი თავად იყო ამავე ჭაობის განუყოფელი ნაწილი. ჯერ კიდევ 2006 წელს ის ამბობდა, ყველა მიცოდა, რასაც აკეთებდა ჯეფრი და თუ იცოდა, რატომ მეგობრობდა მასთან ათწლეულების განმავლობაში. მოწმეები აღწერენ მას ეპშტეინის თვითმფრინავში, მის წვეულებებზე, ლიმუზინის მძღოლი იხსენებს სატელეფონო საუბრებს, სადაც ტრამპი და ეპშტეინი ერთად გეგმავდნენ დროს ტარებას. ბოლო პრესკონფერენციაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ სცადა თავის არიდება, როცა კითხეს მისი ვაჭრობის მდივნის ჰოვარდ ლატნიკის შესახებ, რომელიც ეპშტეინის კუნძულზე იმყოფებოდა, ტრამპმა უბრალოდ თქვა, არ ვიცოდი, ის იქ ცოლ-შვილთან ერთად იყო. ამის შესახებ არ ვიცოდი და მასთან ამ საკითხზე არც მისაუბრია. როგორც მესმის, ის იქ ცოლთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ვფიქრობ, ზოგიერთი ადამიანი მართლაც იყო იქ. მე კი არა. მე იქ არასდროს ყოფილვარ. ადამიანი მართლაც იყო იქ. მე არ ყოფილვარ. მე იქ არასდროს ყოფილვარ. ეს მაშინ, როცა თავად ტრამპის სახელი ეპშტეინის ფაილებში ჯეიმი რასკინის მონაცემებით 38000-ჯერ ფიგურირებს, ხოლო დაუმუშავებელ მასალებში შესაძლოა მილიონჯერაც კი იყოს ნახსენები. აქ უნდა დავინახოთ მთავარი საფრთხე. ტრამპი და მისი გარემოცვა მემარჯვენე პოპულისტები, რომლებიც აბორტის წინააღმდეგ ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დასაცავად გამოდიან, სინამდვილეში ჩვეულებრივი მტაცებლები არიან. ისინი რეაქციული იდეოლოგიის ფარსეფარებიან, რათა საკუთარი მტაცებლური ბუნება დაფარონ. ეს ადამიანები საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე, მაშინ როცა ეპშტეინის ფაილებში მათი კავშირი ბავშვებით ვაჭრობის ქსელებთან სულ უფრო ნათელი ხდება. ეს თვალთმაქცობის პიკია. ხალხს ატყუებენ რელიგიური ლოზუნგებით, კულისებში კი იმავე ელიტის ნაწილები არიან, რომელსაც თითქოს ებრძვიან. როცა ტრამპს ამ კავშირებზე უსვამენ კითხვებს, ის მაშინვე აქციების ფასი ან ირანთან შესაძლო ომზე გადადის. ეს არის კლასიკური მეთოდი. გადაიტანე ყურადღება დანაშაულიდან საგარეო მტერზე და ეკონომიკურ ციფრებზე. ტრამპი იყენებდა ხალხის სამართლიან ბრას ელიტების წინააღმდეგ, რათა თავად ჩაეგდო ხელში ძალაუფლება. ახლა კი ამავე ძალაუფლებას იყენებს თავისი მდიდარი მეგობრების დასაცავად. ეს არის კაპიტალისტური სახელმწიფოს როლი, დააზღვიოს მმართველი კლასის უსაფრთხოება. და სანამ ტრამპის ადმინისტრაცია ამ ჭაობის ბინადრებს, მილიარდერებსა და პედოფილებს სახელმწიფო აპარატით იცავს, ამავე აპარატის მთელი სიმკაცრე ყველაზე დაუცველებისკენ არის მიმართული. სანამ კაბინეტებში სახელებს შავი მარკერი ჩლიან, ქუჩებში სრულიად სხვა მართლმსაჯულება მუშაობს. ეს არის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური, რომელიც ტრამპის ხელში ნამდვილ რეპრესიულ მანქანად იქცა. აქ კარგად ჩანს სისტემის ორმაგი სახე. ელიტარული კრიმინალებისთვის ხელშეუხებლობა, ხოლო ღარიბი იმიგრანტებისთვის ნიღბიანი აგენტები და ბორკილები. მოდით შევხედოთ იმას, რაც ტელეეკრანებზე იშვიათად ხდება. პენსილვანიაში ნიღბიანი ფედერალური აგენტები შუაღამისას ოჯახებში შეიჭნენ, სადაც ბავშვებს ეძინათ. ლუპე ლოპესი, რომელიც ამ საშინელებას იღებდა, ყვიროდა, რატომ უნგრევთ ჩემს ოჯახს ცხოვრებას, თუ თქვენ შვილები არ ყავთ. აგენტებს იარაღი მიშვერილი ჰქონდათ 8 და 13 წლის ბავშვებისთვის. მინესოტაში კი კიდევ უფრო საზარელი ამბავი მოხდა. მექსიკელ მიგრანტს ალბერტო კასტანედას დაკავებისას თავის ქალა 8 ადგილას გაუტეხეს. აგენტები ამტკიცებდნენ, რომ ის თავით აგურის კედელს დაეჯახა, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზა აჩვენებს, რომ ეს იყო სასტიკი ცემა რკინის ხელკეტები. მანქანის შუშები ჩაგვემსხვრიეს, კარები ძალით გააღეს. ის არ უცემიათ, მაგრამ მე მაშინვე დამიწყეს ცემა, როგორც კი დამაკავეს.
მახსოვს, როცა ISIS ოფისში ვიყავით, უთხარი რომ თავის საშინლად მტკიოდა და ვერაფერს ვიხსენებდი. მან კი უბრალოდ დამცინა, ისევ დამარტყა და გონება დავკარგე. როგორც ჩანს, 5 თუ 6 დღე ვერ ვიღვიძებდი. ძალიან მძიმედ ვიყავი. თავში დარტყმებით ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. წარსული 100%-ით დამავიწყდა. მეხსიერება სრულად დავკარგე. ექთნები და ყველა, ვინც ჩემზე ზრუნავდა, ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. ყოველ დილით მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ: ალბერტო, სად ცხოვრობო? მე კი უპასუხობდი, რომ არ მახსოვდა. ყოველ დილას თავიდან მავიწყდებოდა ყველაფერი. ძალიან გამიჭირდა, როცა საავადმყოფოში ტელეფონი მომცეს და ჩემს შვილთან დავრეკე, რომ გამხსენებოდა. როცა პირველად ვნახე, ვერ ვიჯერებდი, რომ ის ჩემი შვილი იყო. არც შვილი მახსოვდა და არც მშობლები. უთხარი: გამარჯობა, მე მამა შენი ვარ მეთქი. მან მიპასუხა: კი, მამა, ხომ გახსოვს ჩემს 5 წლის დაბადების დღეზე მთელი ღამე რომ ვცეკვავდითო. მართლა საშინელებაა, როცა ასეთ მომენტებს ივიწყებ. ახლა სამსახურს ვერ შოულობ, რადგან დაშავებული ვარ. სხეული ისევ მტკივა, ბანაობაც კი მიჭირს. გარეთ გასვლის მეშინია ისევ არ დამიჭირონ და ისევ არ მცემონ. ან არ გამადეპორტონ ჩემს ქვეყანაში. მაშინ როცა ჩემზეა დამოკიდებული ჩემი შვილი და ჩემი მშობლები. ჩიკაგოში კი აგენტმა ხუჩერ ესროლა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ქალს, მარიამ მარტინესს. მხოლოდ იმიტომ, რომ მან მანქანის სიგნალით მეზობლები აგენტების გამოჩენის შესახებ გააფრთხილა. იცით რა მისწერა ამ აგენტს მისმა უფროსმა? შენ კიდევ ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი. ეს არის სისტემის დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ. აი რას ყვება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ალია რაჰმანი დემოკრატი ნაუსთან ინტერვიუში. დაკავებისას რამდენჯერმე დავეცი და სახით მიწას დავენარცხე. აგენტები ზემოდან მაწვნენ, რის გამოც თავში, კისერსა და მაჯებში საშინელი ტკევილი ვიგრძენი. მიუხედავად იმისა, რომ ვაფრთხილებდი ჩემი ტრავმებისა და შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ, მაინც ასე მომექცნენ. უიპლის ცენტრში ადამიანად არავინ მითვლიდა. პირველი რაც დავინახე, ჯაჭვებით გადაბმული შავკანიანი და ლათინოამერიკელი ხალხის რიგები იყო. იქ პირდაპირ დაგვრცინოდნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარს გვეუბნებოდნენ. გადაადგილება მიჭირდა, თუმცა დამხმარე ჯოხიც არ მომცეს. ბოლოს იქიდან უგონო მდგომარეობაში გამომიყვანეს. რატომ სჭირდება იმპერიას ეს ტერორი? მიგრანტების დევნა არ არის მხოლოდ საზღვრის დაცვა. ეს არის მუშათა კლასის დაშინების მექანიზმი. როცა მიგრანტი მუდმივი შიშის ქვეშაა, ის მზადაა იმუშაოს ნებისმიერ პირობებში, მინიმალურ ხელფასზე, ყოველგვარი უფლებების გარეშე. ეს შიში აიაფებს მუშახელს და ამდიდრებს იმავე კორპორაციებს, რომლებიც პოლიტიკოსებს აფინანსებენ. გავიხსენოთ უკვე ნახსენები კომპანია პალანტირი. ეს სათვალთვალო გიგანტი სწორედ იმ პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდის, რომლითაც საიმიგრაციო სამსახური ამ რეიდებს გეგმავს. ანუ კაპიტალი ფულს აკეთებს იმაში, რომ სახელმწიფომ ეფექტურად ინადიროს ადამიანებზე. თუმცა სისტემის შიგნითაც ჩდება ბზარები. 1000-ზე მეტმა Google-ის თანამშრომელმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომ კომპანიამ შეწყვიტოს თანამშრომლობა საიმიგრაციო სამსახურთან. ისინი ამბობენ, რომ მათი შრომა არ უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფო რეპრესიებისთვის. ეს ნამდვილად არის სოლიდარობის მაგალითი, როცა ტექნოლოგიურ სექტორის მუშები უარს ამბობენ იმპერიის რეპრესიულ მანქანაში მონაწილეობაზე. ჩვენ შეგვიძლია საათობით ვილაპარაკოთ კორუმპირებულ პოლიტიკოსებზე, ბანკირებზე ან ტრამპზე. მათგან კარგს ისედაც არავინ ელის, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეპშტეინის ფაილებში ისეთ სახელს ხედავთ, რომელიც ჩვენთვის სიმართლისა და პრინციპულობის სიმბოლო იყო. საუბარია ნოამ ჩომსკიზე. დიახ, ჩვენი დროის უდიდეს ინტელექტუალზე, ანტიიმპერიალისტსა და კაპიტალიზმის დაუნდობელ კრიტიკოსზე. ის აღმოჩნდა იმ ადამიანების სიაში, რომლებიც ეპშტეინის კერძო თვითმფრინავით დაფრინავდნენ. მის სახლში ვახშმობდნენ და მისგან ფინანსურ დახმარებასაც კი იღებდნენ. ჩომსკის მეუღლე ცდილობს ეს ყველაფერი გულუბრყვილობით ახსნას, თითქოს მან არ იცოდა ვინ იყო ეპშტეინი, მაგრამ ეს ტყუილია. ჩომსკიმ ყველაზე უკეთ იცოდა მმართველი კლასის მტაცებლური ბუნება. მან იცოდა, რომ კაპიტალიზმის პირობებში ყველაზე დაუცველი ადამიანები, განსაკუთრებით გოგონები, მხოლოდ ნივთები არიან ელიტისთვის. ჩომსკი ეპშტეინმა კი არ მოატყუა, ის სისტემა მაცდუნა. ეს არის ყველაზე დიდი ღალატი, როცა ინტელექტუალი, რომელიც გვასწავლის, რომ ელიტა ვამპირების კლასია, თავად ჩდება მათთან სუფრაზე. მმართველი კლასი არაფერს გვაძლევს სამაგიეროს მოთხოვნის გარეშე.
როგორც კი მათ ბუშჩი შეაბიჯებ, როგორც კი მათ ფუფუნებასა და პრივილეგიებს დააგემოვნებ, შენ უკვე მათი მძევალი ხდები. ეს შემთხვევა უმნიშვნელოვანესი გაკვეთილია. ინტელექტუალების როლი არ არის ელიტებთან სოციალიზაცია, მათთან ვახშმობა ან მათი კეთილგანწყობის მოპოვება. მათი როლი ამ სისტემის დემონტაჟია. ეფშტეინის საქმე მაჩვენა, რომ კაპიტალიზმი არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ ადამიანის სულს აწყიდულობს. იქნება ეს გაუნახლებელი პოლიტიკოსი თუ გენიოსი მეცნიერი. სიმართლე ისაა, რომ ეფშტეინი არ იყო გადახრა. ის იყო სისტემის ლოგიკური პროდუქტი. და სანამ ეს სისტემა არსებობს, მმართველი კლასი კვლავაც გამოიყენებს ადამიანებს, რესურსებსა და ჩვენს რწმენას საკუთარი ჰედონიზმისთვის. რატომ ხდება ეფშტეინის მსგავსი საშინელებები საერთოდ შესაძლებელი? პასუხი მარტივია და ზოგისთვის შეიძლება ბანალური, სასაცილო ან უტრირებული. ეს კაპიტალიზმია. ეფშტეინის საქმე არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა ხდება საზოგადოებაში, სადაც ადამიანების მცირე ჯგუფი ზღაპრულად მდიდრდება, ხოლო უდიდესი ნაწილი მუდმივ ეკონომიკურ გაჭირვებაშია. კაპიტალიზმი ქმნის უბსკულს, სადაც მდიდრებს შეუძლიათ ფულით დაიმორჩილონ ისინი, ვისაც ელემენტარული საარსებო წყარო არ აქვს. დააკვირდით ამ საშინელ ასიმეტრიას. ერთხარეს არის ეფშტეინი და მისი მილიარდერი მეგობრები, ილონ მასკი, ბილ გეიტსი, პრინცები და სულთნები. ადამიანები, ვისთვისაც ფულის გადაყრა უბრალოდ გართობაა, მეორე მხარეს კი არიან ახალგაზრდა გოგონები, ღარიბი ოჯახებიდან, რომლებსაც არ აქვთ განათლების ან ნორმალური მომავლის შანსი. მათ პირდებიან უკეთეს ცხოვრება, სინამდვილეში კი ექსპლუატაციის ჭაობში ითრევენ. ზუსტად იგივე ხდება მიგრანტების შემთხვევაშიც. მიგრანტები არიან ის ადამიანები, ვისაც კაპიტალიზმმა ყველაფერი წაართვა სამშობლოში და აიძულა რისკზე წასულიყვნენ. ისინი მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში ან სადმე სხვაგან, იმავე იმედით, რა იმედითაც ის გოგონები მიდიოდნენ ეფშტეინის კუნძულზე და სადამთავრებენ. ისინი ასუფთავებენ მდიდრების საპირფარეშოებს და ულიან მათ ბაღებს, კაპიკების ანაცვლოდ. მდიდრებს უყვართ მიგრანტების დაქირავება, რადგან მათ უფრო ნაკლებს უხდიან და უფრო მეც თხოვენ. ეს ისეთივე ამას რძენია თავისი არსით, როგორც ეფშტეინის დანაშაულები. კაპიტალიზმი არა მხოლოდ ექსპლუატაციას უწევს ადამიანებს, არამედ კლავს მათ პოტენციალს. მაგალითად, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი, რომელიც იძულებულია მაკდონალდში ჰამბურგერები აკეთოს, რადგან მისი ოჯახი ღარიბია და განათლების ფული არ აქვს. ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, რა შექმნიან ეს ადამიანები, რადგან კაპიტალიზმმა მათი ნიჭი მოგების მანქანა შესწირა. რესურსი, რომელიც საზოგადოებრივი სიკეთე უნდა იყოს, ილონ მასკის ჯიბეში ილექება, რომელიც მალე ალბათ მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდება. ჩვენ ვერ მოვაგვარებთ ეფშტეინის კლასის პრობლემას მხოლოდ კონკრეტული ადამიანების დასჭით. რამდენიც არ უნდა დავიჭიროთ, მათ ადგილას ახალი სახელები მოვლენ, სანამ სისტემა იგივე რჩება. კაპიტალიზმი თავად არის ის ქარხანა, რომელიც აწარმოებს უთანასწორობას, შანტაჟს და ექსპლუატაციას. გარდაუვალია, რომ თვეების, წლების ან დეკადების შემდეგ კვლავ შევიტყობთ ვინმე მორიგი ეფშტეინის ეგრეთ წოდებული სკანდალის შესახებ, რომელიც ქმნიდა დაფარულ ქსელს, სადაც აქამდე წარმოუდგენელ და თვალით უნახავ საშინელებებს ატრიალებდა. და რომლებშიც შეიძლება ჩვენთვის პატივსაცემი მეცნიერი, რეჟისორი თუ ისედაც საძულველი ქამელეონი პოლიტიკოსი ან მსხვილი საქმოსანი იყო ჩართული. Wow! We have billionaires who can rival the ancient pharaohs now. ჩვენს დროში მილიარდერები გამოჩნდნენ, რომლებიც ძალაუფლებით ძველ ფარაონებს არ ჩამოუვარდებიან. სწორედ კაპიტალიზმი შობს იმ უთანასწორობას, რომელიც ამზადებს ნიადაგს ეფშტეინის კლასისთვის და იმ საშინელებებისთვის, რომლებიც მოსვენებას არ გვაძლევს. As we confront it every day. And we will not make that problem go away. და ეს პრობლემა თავისით არ გაქრება. ნიშნულობა არ აქვს, რას უზამთ ამ ტურილებში გახვეულ ხალხს, სანამ ეს მდიდრები ცდილობენ როგორმე პასუხისმგებლობას დაუსხლტნენ. All of those rich people run away from their complicity with Mr. რამდენიც არ უნდა დავიჭიროთ, რამდენი მათგანიც არ უნდა გავასამართლოთ, ჩვენ ამით ვერაფერს შევცვლით, თუ არ მიუხედავთ იმ საფუძვლებს, რაც ამ ყველაფერს შესაძლებელს ხდის. უბრალოდ მოვა ხალხის ახალი ჯგუფი, ახალი სახელებით და ჩაიდენენ იმავე საშინელებებს, რადგან ჩვენ თავად გარემო არ შეგვიცვლია. მეგობრებო, ამით მინდა დავასრულო. პრობლემა სისტემაა. კაპიტალიზმია პრობლემა. და სანამ ამ რეალობას არ გაუსწორებთ თვალს, ეფშტეინის კლასის კატასტროფებს ვერასდროს ავიცილებთ თავიდან. ახლა კი უნდა გადავიდეთ იმპერიალიზმის ყველაზე სისხლიან წერტილზე. სანამ ვაშინგტონსა და ლონდონში ეფშტეინის ფაილებით ერთმანეთს აშანტაჟებენ, პალესტინაში ნამდვილი გენოციდი გრძელდება. ტრამპის ადმინისტრაცია ამაყობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ღაზაში ხალხი ისევ იხოცება.
ხოლო დასავლეთ სანაპიროზე ისრაელი ღია ანექსიას იწყებს. არ დაიჯეროთ, როცა გეუბნებიან, რომ ღაზაში მშვიდობაა. ჟურნალისტი არვა დეიმონი, რომელიც წლებია ამ რეგიონში მუშაობს, პირდაპირ გვეუბნება. იქ არავინ, თვით ბავშვებიც კი არ უწოდებენ ამას ცეცხლის შეწყვეტას. ეს არის მდგომარეობა, როცა პალესტინელები წყვეტენ ცეცხლს, ისრაელი კი სისტემატურად აგრძელებს დაბომბვას. მედიაში გაბატონებული ნარატივი თითქოს ვითარება გამოსწორდა ტყუილია. მას შემდეგ, რაც ოქტომბერში შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ისრაელმა 580-ზე მეტი პალესტინელი მოკლა. ციფრები საზარელია. ოფიციალურად დაღუპულია 71,000-ზე მეტი ადამიანი, თუმცა რეალური რიცხვი 100,000 აჭარბებს. ათასობით ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი და ისრაელი არ უშვებს ტექნიკას მათ გამოსაყვანად. 20,000-მდე ადამიანი სიკვდილის პირასაა და სასწრაფო ოპერაცია სჭირდება საზღვარგარეთ, რადგან ღაზის ჰოსპიტალური სისტემა მიწასთანაა გასწორებული. იცით, რამდენი ადამიანი გაუშვეს ბოლო კვირაში? მხოლოდ 37. დღეში 50-იც რომ გაუშვა, მთელ სიას ერთ წელზე მეტი დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ეს ხალხი უბრალოდ სასიკვდილოდაა განწირული. ასე რომ, როცა საზღვრის ნაწილობრივ გახსნაზე ვსაუბრობთ, თეორიულად დღეში 50 პაციენტი უნდა გაეყვანათ სამედიცინო ევაკუაციის სიიდან, სადაც სულ 20,000-მდე ადამიანია. თითოეულს კი 2 ნათესავი უნდა გაჰყოლოდა. მაგრამ რეალურად რა ვნახეთ? როგორც უკვე აღნიშნეთ, მთელი პირველი კვირის განმავლობაში მხოლოდ 37-მა პაციენტმა შეძლო გასვლა. მაშინაც კი თუ იმ შეთანხმებულ ციფრს დღეში 50 ადამიანს ავიღებთ, თუმცა არავინ იცის ეს ციფრი საიდან მოვიდა. მთლიანი სიის გაყვანას მაინც წელიწადზე მათი დასჭირდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ესენი არიან ადამიანები, ბავშვები, ყველა ასაკის პირი, რომლებსაც ისეთი მძიმე დაზიანებები აქვთ, რომ თუ ღაზას გარეთ არ უმკურნავლეს, რადგან ღაზას ჰოსპიტალური სისტემა სრულად განადგურებულია. ისინი ან სამუდამოდ დასახით ჩრდებიან, ან უბრალოდ დაიხოცებიან. გასულ წელს სულ რაღაც 7 თვის განმავლობაში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მხოლოდ იმიტომ, რომ სამედიცინო ევაკუაციას ელოდებოდნენ. პარალელურად ისრაელის სასამართლომ უარი უთხრა 5 წლის პალესტინელ ბიჭს, რომელსაც კიბო აქვს, რომ ქვეყანაში სამკურნალოდ შევიდეს. მიზეზი ის არის, რომ ბავშვი ღაზაშია რეგისტრირებული. ეს არის სისტემური სისასტიკი. ამას ემატება ანტისანიტარია, როცა წვიმს ღაზის ქუჩები ფეკალიებით ივსება, რადგან საკანალიზაციო სისტემა განადგურებულია. ადამიანები სველი კარვების ქვეშ შიშველი ხელებით თხრიან ტუალეტების ორმოს. ჩვენ ხშირად გვისაუბრია საერთაშორისო საზოგადოების დუმლსა და ორმაგ სტანდარტებზე ღაზაში მომხდართან მიმართებით. მაგრამ ის რაც ბოლო ხანებში გამოაშკარავდა, ყოველგვარ ზღვარს ცდება. საგამოძიებო პლატფორმა Declassified UK-მ დაადგინა, რომ ისრაელის არმიაში ბრიტანეთის 2,000-ზე მეტი მოქალაქე მსახურობს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ტრაბახობენ, როგორ იქექებიან პალესტინელი ქალების თეთრეულში და როგორ აფეთქებენ და ბომბავენ შენობებს. ლეიბორისტული მთავრობა ამაზე თვალს ხუჭავს. ვესტრიტინგი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი პირად მიმოწერაში პიტერ მანდელსონს წერდა, რომ ისრაელი ომის დანაშაულებს ჩადის. წარმოიდგინეთ ცინიზმი, კაცმა იცის, რომ გენოციდი ხდება, მაგრამ საჯაროდ მაინც ისრაელის მხარეს დგას, რათა საკუთარი კარიერა გადაერჩინოს. სწორედ ამ კონტექსტში უნდა შევხედოთ იმას, რაც ლონდონის სასამართლოში მოხდა. სანამ მთავრობა თვალს ხუჭავს 2,000 ბრიტანელი მებრძოლის ქმედებებზე, მას სცადა ტერორისტებად გამოეცხადებინა Palestine Action-ის მხარდამჭერები. მთავრობა სურდა მათი აკრძალვა, რადგან ეს ადამიანები მინისტრებისგან განსხვავებით არ დუმან და პირდაპირი მოქმედებით ცდილობენ იარაღის მიწოდების ჯაჭვის გაწყვეტას. სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმოს ეს აკრძალვა არის უდიდესი დარტყმა იმ მთავრობისთვის, რომელიც კულუარებში დანაშაულს აღიარებს, საჯაროდ კი მის თანამონაწილედ რჩება. მოსამართლეების გადაწყვეტილება გააუქმონ ეს აკრძალვა არის სილის გაწვნა სტარმერისა და სტრიტინგისთვის. სასამართლომ თქვა, თქვენ ვერ გამოიყენებთ ტერორიზმის შესახებ კანონებს მორალური პროტესტის წინააღმდეგ. ეს არის პასუხი იმ ცინიზმზე, რომელსაც მინისტრების პირად მიმოწერებში ხედავთ. ფიქრობ, ეს დიდებული დღეა ყველასთვის და ამას არა პარტიული კუთხით, არამედ დემოკრატიის გადასახედიდან ვამბობ. იმიტომ რომ ვფიქრობ, ყველამ, ვინც დაინახა ის ათასობით ადამიანი, რომლებსაც პარლამენტის მოედანზე პოლიციის ფურგონებში ყრიდნენ, ბრიტანეთში ყველა მიგრძნო, რომ ეს არ არის ბრიტანეთი. ასე რომ, ეს მართლაც დიდი დღეა ყველასთვის. მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციაზე დგახართ. ეს აშკარად საოცარი ამბავი არა? ცოტაოდენი კარგი სიახლე ამ აბსოლუტურად გიჟურ და ქაოტურ სამყაროში. სანამ ღაზა იბომბება, დასავლეთ სანაპიროზე ისრაელი საბოლოო დარტყმას ამზადებს. ულტრამემარჯვენე მინისტრმა სმოტრიჩმა ღიად განაცხადა, ჩვენი მიზანია დავასამაროთ პალესტინის სახელმწიფოს იდეა.
მათ გააუქმეს კანონები, რომლებიც მიწების მითვისებას ხვდავდა. ახლა ნებისმიერ ებრაელ სეტლერს შეუძლია პალესტინური მიწა იყიდოს, ან უბრალოდ მიიტაცოს. არმია კი მათ დაიცავს. ეს არის დე-ფაქტო ანექსია, რომელიც ტრამპის მშვიდობის გეგმის პარალელურად ხდება. ომი არ დამთავრებულა, ის უბრალოდ უფრო უჩინარი გახდა მედიისთვის და ნორმალიზების ფაზაში გადავიდა. მთავარი ხომ ქაღალდზე არსებული ეგრეთ წოდებული შეთანხმება, მნიშვნელობა აღარ აქვს, რა ხდება სინამდვილეში. ახლა კი უნდა დაუბრუნდეთ კვლავ დასავლეთ ნახევარსფეროს, სადაც კუბა ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ეს არ არის ბუნებრივი მოვლენა, ეს არის მიზანმიმართული ეკონომიკური ომი, რომელიც 1962 წლიდან გრძელდება, თუმცა ახლა ტრამპის ადმინისტრაციამ მას მოხრჩობის ფორმა მისცა. კუბის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში საწვავის მარაგი ამოიწურა. ეს ნიშნავს პარალიზებულ ტრანსპორტს, გაჩერებულ სამოქალაქო ავიაციას და მუდმივ ბლექაუტებს. აქ უნდა დავინახოთ გეოპოლიტიკური ჯაჭვი. წლების განმავლობაში ვენესუელა იყო კუბის მთავარი ენერგოპარტნიორი, რომელიც კუნძულს ნავთობით ამარაგებდა. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სპეცრაზმა ვენესუელაზე პირდაპირ იერიში მიიტანეს და ქვეყნის პრეზიდენტის გატაცებითა თუ შიდა ქაოსით სახელმწიფო სტრუქტურები მოშალეს, ეს მიწოდება სრულიად შეწყდა. ეს არ იყო მხოლოდ დარტყმა ვენესუელაზე, ეს იყო გათვლილი ნაბიჯი კუბის ენერგეტიკული ხერხემლის გასატეხად. ერთი ქვეყნის დესტაბილიზაციით იმპერიამ მთელ რეგიონს ჰუმანიტარული კრიზისი მოახუიათავს. ამ პოლიტიკას სათავეში უდგას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც წლებია ღიად ქადაგებს კუბაში რეჟიმის შეცვლას. ტრამპის ადმინისტრაციამ კუბა კვლავ შეიყვანა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააუქმა ელექტრონული ვიზები ევროპის 300,000-ზე მეტი მოქალაქისთვის, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ოდესმე კუბა ტურისტად მოინახულეს. ეს არის მცდელობა ქვეყანას გადაუკეტონ შემოსავლის ბოლო წყაროც, ტურიზმი და აიზულონ ხალხი შიმშილის გამო აჯანყდეს. Most Americans are not aware that the entire blockade of the last ამერიკელების უმეტესობა მარც კი იცის, რომ ბოლო 60 წლის განმავლობაში კუბის წინააღმდეგ დაწესებულ ბლოკადას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა გმობს. გაეროში ამას ყოველწლიურად აკრიტიკებენ. ერთადერთი გამონაკლისი თავად ამერიკა და ისრაელია. მიუხედავად ამისა, ბლოკადა მაინც გრძელდება. ჩვენი მედია არასდროს ამბობს, რომ ეს არის აშშ-ის უკანონო ქმედება კუბის წინააღმდეგ. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი პრობლემა შექმნან და ეს არ არის ახალი სტრატეგია. ეს ჯერ კიდევ 1960 წლიდან მოდის, როცა მაშინდელმა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ლესტერ მალორიმ თქვა: კუბის მთავრობის დამარცხების ერთადერთი გზა ეკონომიკური პრობლემების შექმნაო. მათი მიზანი იყო შეექმნათ ისეთი მძიმე სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომ კუბელ ხალხს წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლებოდა. თუმცა ისტორია მაჩვენა, რომ ჩვენ უკვე 67 წელია ვუძლებთ და მზად ვართ კვლავაც ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენი პრობლემებიდან. განსაკუთრებით ამაზრზენია ის თუ როგორ ექცევა ვაშინგტონის სხვა სუვერენულ ქვეყნებს. მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა აღიარა, რომ აიძულეს შეეწყვიტა ნავთობის ექსპორტი კუბისთვის. ტრამპი პირდაპირ დაემუქრა მექსიკას დამანგრეველი საბაჟო ტარიფებით, თუ ისინი კუნძულს დაეხმარებოდნენ. მიუხედავად ამისა, მექსიკა მაინც გაგზავნა ორი გემი ჰუმანიტარული ტვირთით, რადგან, როგორც შეინბაუმი ამბობს, სანქციები, რომლებიც ხალხს ჯის, უკანონოა. კუბის ელჩი გაეროში ერნესტო გუზმანი პირდაპირ სვამს კითხვას: აქვს კი უფლება მესამე ქვეყანას სხვებს მიუთითოს, ვისთან და ივაჭრონ და ვისთან არა. ეს არის საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის ფეხქვეშ გათელა. დააკვირდით კიდევ ერთ შემზარავ დეტალს. ამერიკის შეერთებული შტატები ებრძვის კუბის სამედიცინო პროგრამებსაც კი. კუბა აწლეულებია აგზავნის ექიმებს მსოფლიოს უღარიბეს წერტილებში. ვაშინგტონმა კი სანქციებითა და ვიზების შეზღუდვით აიძულა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გვატემალა, პარაგვაი და ბაჰამები, უარი ეთქვათ კუბელ მედიკოსებზე. შედეგად ამ ქვეყნების ადგილობრივი ღარიბი მოსახლეობა სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩა. იმპერიისთვის იმდენად პრინციპულია კუბის ეკონომიკური განადგურება, რომ მზად არიან სხვა ქვეყნებში ადამიანების სიცოცხლე გასცემონ. ოღონდ კუბამ $1 ვერ გამოიმუშავოს. კუბის ბლოკადა არის კაპიტალიზმის ყველაზე შიშველი სახე. ეს არის სისტემა, რომელიც სუვერენიტეტს მხოლოდ მაშინ ცნობს, თუ მას მორჩილება ახლავს. შიმშილი, სიბნელე და მედიკამენტების დეფიციტი. ეს არის ის იარაღები, რომლითაც იმპერია ებრძვის მათ, ვინც მის წესებს არ ემორჩილება. რამდენიმე თვის წინ ჩვენ დეტალურად განვიხილავთ არგენტინის არჩევნები. მაშინ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მოვიდა ხელისუფლებაში ხავიერ მილეი, ადამიანი, რომელიც თავს ანტისისტემურ მებრძოლად ასაღებდა. სახელმწიფო შიგნიდან დანგრევას პირდებოდა მომრჩეველს და ბენზოხერხით ხელში ებრძოდა პოლიტიკურ კასტას. მაშინვე აღნიშნეთ, რომ მილეის გამარჯვება არ ყოფილა მხოლოდ შიდა პოლიტიკური პროცესი.
ეს იყო პირდაპირი შანტაჟი ვაშინგტონიდან. ტრამპმა არგენტინელებს არჩევანი არ დაუტოვა, ან მილეი, ან ეკონომიკური კოლაფსი. მაშინ ვსვამდით კითხვას, ვინ იყიდა ეს გამარჯვება და რა ფასად? დღეს პასუხი ხელის გულზეა. ეს ანტისისტემურობა აღმოჩნდა მხოლოდ ფარი ყველაზე აგრესიული ნეოლიბერალური რეჟიმისთვის. ეს ნაცნობი სქემაა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაშიც კარგად ვიცნობთ, როცა ეროვნული პოლიტიკის, სუვერენიტეტის და ტრადიციების სახელით ხდება მუშათა კლასის უფლებების გაუქმება, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების დემონიზება და ბუნებრივი რესურსების მითვისება კერძო კაპიტალის სასარგებლოდ. არგენტინის სენატმა 14 საათიანი მწვავე დებატების შემდეგ დაამტკიცა ის რეფორმები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ მხოლოდ პროგნოზირებადი თუ იქნებოდა. მილეიმ გაიტანა 71 გვერდიანი შრომითი კანონი, რომელიც პრაქტიკულად აუქმებს 1974 წლის შემდეგ არსებულ ყველა სოციალურ გარანტიას. მოდით ვნახოთ, რას ნიშნავს მილეის თავისუფლება მუშისთვის. სამუშაო დღე 12 საათამდე იზრდება. აღარანაირი 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება უქმდება. ნაცვლად ფულისა კომპანიებს შეეძლებათ ეგრეთ წოდებული საათების მანკი გამოიყენონ და ზედმეტი მუშაობა უბრალოდ დასვენების დღეებით აგინაზღაურონ, მაშინ როცა მათ აწყობთ. გამოსაცდელი ვადა 1 წლამდე გახანგრძლივდა. დამსაქმებელს შეუძლია მთელი წელი გამუშაოს და ბოლო დღეს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე გაგაგდოს. ხელფასის გადახდა ნატურით, საკვებით, საცხოვრებლით ან სხვა ვალუტით. ეს არის პირდაპირი დაბრუნება ფეოდალიზმში, სადაც ყმა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისთვის შრომობს. რეფორმის ყველაზე საზარელი ნაწილი ავადმყოფობის გამო გასცდენილ დღეებს ეხება. არგენტინელი ადვოკატი მატიას გაიოლი პირდაპირ ამბობს, მილეიმ ქვეყანაში მონობა დააბრუნა. თუ კიბო დაგემართათ და სამსახურში ვერ მიდიხართ, ხელფასის 25% ჩამოგაჭრიან, თუ დაშავდით 50%-ს. მეტიც მილეიმ შექმნა სპეციალური ფონდი, რომელიც მუშების ხელფასებიდან ივსება. რათა დამსაქმებლისთვის თქვენი დათხოვნა უფასო იყოს. ეს 4 მილიარდი დოლარი პენსიონერების ჯიბიდან ამოიღეს. გახსოვთ პირველ ბლოგში ნახსენები ეფშტეინის კითხვა ბილ გეიტსისადმი, როგორ მოუშოროთ ღარიბი ხალხიო. მილეი ამას პრაქტიკაში ახორციელებს. ის სიღარიბეს კი არ ებრძვის, არამედ ღარიბ ადამიანებს აქცევს უფლებების არ მქონე რესურსად. რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ არგენტინა უნდა გახდეს იაფი მუშახელი საბი გლობალური ტექნოლოგიური გიგანტებისთვის. ხავიერ მილეის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი ილონ მასკი და OpenAI-ის სემ ალტმანი უკვე გეგმავენ პატაგონიაში 25 მილიარდიანი AI ცენტრის აშენებას. მათ სჭირდებათ არგენტინის ლითიუმი, წყალი და ურანი, მაგრამ რაც მთავარია, სჭირდებათ მუშა, რომელსაც არ აქვს გაფიცვის უფლება. ახალი კანონით სტრატეგიულ სექტორებში მუშების 75% ვალდებულია იმუშაოს გაფიცვის დროსაც. ეს არის სრული კაპიტულაცია კაპიტალის წინაშე. ამას არგენტინელი ხალხი ქუჩაში დაუპირისპირდა. 40 გრადუსიან სიცხეში მასწავლებლები, ექიმები და მშენებლები პოლიციას შეებრძოლნენ. მილეის პასუხი იყო წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. 300-ზე მეტი დაშავებული. აქ ჩანს მთავარი გაკვეთილი. ლიბერტარიანული თავისუფლება სინამდვილეში პოლიციურ დიქტატურას ნიშნავს, რომელსაც მზად აქვს ფიზიკური განადგურების იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ. ოღონდ კორპორაციული მოგება არ დაზიანდეს. ჩვენ ვგმობთ მთავრობის კანონ პროექტს, რომელსაც ისინი შრომით რეფორმას უწოდებენ. სინამდვილეში ეს მონათმფლობელური კანონმდებლობის დაბრუნებაა, რომელიც პერონამდელ ეპოქას მოგვაგონებს. გათავისუფლების გაადვილება ვერ გადაჭრის ბიზნესის პრობლემებს. გამოსავალი მოხმარების გაზრდასა და ხელფასების მომატებაშია. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ რეფორმას, რადგან ის გვართმევს შვებულების, ბიულეტენისა და რაც მთავარია ორგანიზების უფლებას. ორგანიზება არის ის საბაზისო უფლება, რომელიც ჩვენ დასაქმებულებს თავის დასაცავად და საბრძოლელად გვჭირდება. Que sobre todas las cosas nos quite el derecho a organizarnos, que es el derecho básico que tenemos como trabajadores para defendernos y pelear por nuestros reclamos. არგენტინა დღეს არის ლაბორატორია. მილეი არის იარაღი იმავე გლობალური ელიტის ხელში, რომელიც პალესტინაში გენოციდს აფინანსებს, ხოლო ამერიკაში მიგრანტებს იტაცებს. ეს ერთიანი სისტემაა და არგენტინის მაგალითი გვაჩვენებს რაელის ყველას, ვინც ანტისისტემური პოპულიზმის ანკესზე წამოეგება. ნუ მოტყუდებით რიტორიკით, დააკვირდით ვინ ხეირობს ამა თუ იმ პოლიტიკური ნაბიჯით. დღეს ჩვენ ვიმოგზაურეთ იმპერიული ძალაუფლების ყველაზე ბნელ ლაბირინთებში. ვნახეთ, როგორ ხდება სექსუალური დანაშაული ელიტის სოციალური წებო, როგორ იყენებენ ანტისისტემურ პოპულიზმს არგენტინაში მუშათა კლასის გასაძარცვავად და როგორ იქცა ტექნოლოგიური პროგრესი პალანტირის ხელში ადამიანებზე სანადირო იარაღად. ჩვენ დავინახეთ, რომ კაპიტალიზმი არ კმაყოფილდება მხოლოდ ექსპლუატაციით. ის ღია ეკონომიკურ ტერორს უწყობს კუბას და ფიზიკურ გენოციდს პალესტინელებს.
ნოამ ჩომსკის შემთხვევა კი ჩვენთვის ყველაზე მწარე გაკვეთილია. ის გვაჩვენებს, რომ ამ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ პოლიტიკური აქტი, ეს არის მორალური გამძლეობის ტესტი. სისტემა ყოველთვის შეეცდება თქვენს მოგთამოს, თქვენ შეტყუებას თავის ორბიტაში, იქნება ეს ფუფუნებით, პრივილეგიებით თუ უბრალოდ ელიტის წევრობის ილუზიით. მაგრამ როგორც კი მათთან ერთად სუფრაზე დასხდებით, თქვენ უკვე მათი მძევალი ხართ. პრობლემა არ არის ცუდი ადამიანები, პრობლემა თავად სისტემაა, რომელიც ასეთ ადამიანებს ძალაუფლებას აძლევს. სანამ ჩვენ საზოგადოებაში იარსებებს კლასი, რომელიც სერიოზულად განიხილავს კითხვას, როგორ მოუშოროთ ღარიბი ხალხი, მანამ ეპშტეინის მსგავსი ფიგურები მუდმივად გამოჩნდებიან. ისინი არ არიან შეცდომა, ისინი არიან კაპიტალიზმის ლოგიკური კულმინაცია. ჩვენი მიზანია დავინახოთ კავშირი იმას შორის, რაც ხდება ვაშინგტონში, ბუენოს-აირესში, ღაზასა და რაც თავარია ჩვენ საკუთარ ქუჩებსა და ქალაქებში. პოლიტიკური ობსკურანტიზმი ყველგან ერთნაირ სახეს იღებს. ხან პატრიოტიზმს იბრალებს, ხან თავისუფლებას, მაგრამ მისი ნამდვილი სახე ყოველთვის ჩაგვრა და ექსპლუატაცია. ნუ მისცემთ უფლებას რიტორიკას და ცარიელ ლაყბობას დაგაბრმავთ. სიმართლე ყოველთვის იქაა, სადაც ადამიანები საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, სადაც მუშა გაფიცულია, სადაც მიგრანტი საკუთარ ოჯახს იცავს და სადაც პალესტინელი ბავშვი გადარჩენისთვის იბრძვის. ერთი კვირით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.